ეს იქნება მოკლე ლაივი, იმიტომ რომ სოციალში მხდება უკვე ბევრი პოსტი ძალიან, რომ საახალწლო ზეიმებზე ბევრი ზედოზირება მოხდა. თბილისში, საქართველოში არიან ახალგაზრდები 20 წლის, 25 წლის, ვინც არის კომაში. გარდაცვლილია თუ არ ვცდები რამდენიმე ადამიანი ზედოზირებით ბოლო დროს და ეს ყველაფერი ძალიან მომრავლდა. და ბევრი ხალხი არის ამ თემაზე ჩართული, არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ეს ყველაფერი. მივეთ. როგორ ხარ? არა. ნახავ მე ლაივში ვარ და მე უკან ჩანდი? არ ვიცი, ეგ არ მგონია. კაი. მეგობარი შემხვდა, კუსტბაზე ვარ და მოკლედ, უბრალოდ ეხლავე გადავწყვიტე ამაზე რეაგირება და ლაივის ჩაწერა, იმიტომ რომ რამდენიმე პოსტი შემხვდა და ძალიან ძიმე რეალობა იყო, რაც აღვიქვი. ხალხი მე ქვეშ ეწერა, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს, ეს ყოველდღე უნდა დავიჭიროთ თუ კი ვინმეს რამე შეხება აქვს ნარკოტიკთან. მე რაღაც შპრიცების ფოტოები იყო დაპოსტილი, რომ აი კიდევ ნახე და ეს საზიზღარი ხალხი, სასწრაფოდ ციხეში ჩასაყრელია ყველა და ასე შემდეგ. შემხვდა ისეთი პოსტებიც, სადაც ადამიანები წერდნენ, რომ აი ახალმა ნარკოპოლიტიკამ რა გამოიწვიაო. არის ხალხი, ვინც აღიქვა, რომ გამკაცრება მოიტანა გაუარესება. და ეს რომ იცოდეთ ზოგადად თუ ფსიქოლოგია ადამიანს დააინტერესებს და 21 საუკუნეში წესით უნდა აინტერესებდეს მით უმეტეს სახელმწიფო სტრუქტურებს, როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა. წესითა და რიგით ასე უნდა იყოს. და ცნობილია, რომ მშრალი კანონის დროს იმდენი ალკოჰოლი გაიყიდა, რამდენიც 10 წელიწადში იყიდება ხოლმე, როდესაც ალკოჰოლი აკრძალული არ არის. და ამავდროულად მიწისქვეშეთში რომ გადაინაცვლა ალკოჰოლმა დაეცა მისი ხარისხიც, აიწია მისმა ფასმაც და მოხმარება რატო გაიზარდა? იმიტომ რომ აიკრძალა. აკრძალვა ასე მუშაობს. და ეხლა დღეს საქართველოში, როდესაც მოხმარება ითვლება დანაშაულად უკვე, აღარ არის დეკრიმინალიზებული, ხო? ჩვენ გვახსოვს ის რაღაცა თბილი ეპოქა, როდესაც დეკრიმინალიზაცია მოხდა თუნდაც მოხმარების. მე საერთოდ ვთვლი და არა უშავს გამაკრიტიკეთ, ვინც გამაკრიტიკებთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერება უნდა იყიდებოდეს აფთიაქში და ადამიანს, რომელსაც აქვს ეს პრობლემა, ხელი უნდა მიუწვდებოდეს და შეეძლოს, რომ გადაიხადოს თანხა და იყიდოს ეს ნარკოტიკული საშუალება და ესე მოიხმაროს და როდესაც გახდება ცუდად შეეძლოს პოლიციის და სასტრაფოს გამოძახება ძალიან წყნარად და შემდეგ შეეძლოს პასუხისმგებლობის დაკისრება იმაზე, ვინც ეს ნარკოტიკი აწარმოა. და როდესაც ნარკოტიკი არის მიწისქვეშ გადანაცვლებული არალეგალური, ჩვენ ამ დროს ხელფეხს ვუხსნით კრიმინალს. ეს არის რეალობა. ამ რეალობაზე თვალის გასწორება, რაც უფრო მალე მოხდება, მით უფრო მალე შეიცვლება ეს სიტუაცია და ადამიანები, ვინც არიან ახლა რისკის ქვეშ, იმიტომ რომ ნარკომანია არ არის დანაშაული და კრიმინალი, არამედ არის ფსიქიკური სირთულე ადამიანის ცხოვრებაში და მით უმეტეს ეკონომიკურ სიდუხჭირეში, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება, ეს არის გარდაუვალი პირდაპირ გვერდითი მოვლენა სამწუხაროდ. და ამიტომაც მათი დასჯა კიდევ უფრო გააუარესებს ყველაფერს. რაღაცა მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ეკლესიაც კი არ დაეთანხმა, ეს იყო საოცრება. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რის ნაყოფსაც სულ მალე მოვიმკით, უკვე ვიმკით და მე როგორც ინდივიდი, ამ ქვეყნის მოქალაქე და გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ესე საჯაროდ ვიტყვი, რომ რაც მეტი იქნება სადამსჯელო და აკრძალვითი ღონისძიება სახელმწიფოს მიერ, მით უარესი შედეგი დადგება ამ მხრივ. და გამოფხიზლება და რადიკალური დადებითი ცვლილებაც აქვეა. ის შორს არ არის. შეიძლება ამის გაკეთება, უბრალოდ გაცნობიერება და აღქმა, რომ აკრძალვა და დასჯა არ შველის ამ საკითხს და თუ ლეგალური გახდება, მოისპობა შავი ბაზარი, რაც რა თქმა უნდა იმ ხალხს, ვინც შავ ბაზარზე ხელს ითმობს, არ აწყობს. სამაგიეროდ აწყობთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს პრობლემები და მათ საწამლავის მიღება აღარ მოუწევთ და არ მოუწევთ შიში, რომ თუ საწამლავი მივიღე, ეხლა კიდე ციხეში ჩამსვავენ ამის გამო. ხო, ასე რომ, რა ვიცი, ეს მინდოდა მეთქვა, ეს ბევრს აღარ გავაგრძელებ. და კიდევ ერთხელ დავფიქსირდები, რომ რაც უფრო ლეგალური იქნება ნებისმიერი ესეთი რამ, მით უფრო დაცული იქნება ის ადამიანი, ვისაც აქვს ფსიქიკური სირთულე და მოიხმარს.